ბავშვთა დაცვის დღეს ზუგდიდის ნომერ 1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებით აღნიშნეს. საზეიმო კონცერტზე სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა კომპოზიტორის კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიებას უძღვებოდნენ ლუკა ნადარაია და საბა ჩარგაზია. ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს კონცერტზე ლარისა ქვარცხავას, ნინელი აფხაზავას, მზია კუდავას, იზოლდა კეიდიას, მარინა ბუაძის კლასის მოსწავლეებმა დაუკრეს. ყველა ბავშვს ვლოცავ დღევანდელ დღეს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გამოსვლით. ყველა ბავშვს ვლოცავ დღევანდელ დღეს, მინდა რომ იყვნენ ძალიან ბედნიერები, ჯანმრთელები, სითბო და სიყვარული არ მოვაკლდეთ. დღეს მე დავუკრე მენდელსონის უსიტყვო სიმღერა, ამით მინდა ყველა ადამიანს მიულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადაუხადო ლარისა მასწავლებელს. ღონისძიებას პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება. მას საფუძვლად უდევს 1925 წელს ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილი კონფერენცია.